ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მუდაო მსახური დეკანოზი დავით თავაძე. დავით მადლობთ. ვიდრე ჩვენს მთავარ თემაზე გადავალ, დღეს არის წმინდა ივანე ნათლისმცემლის პირველ და მეორე თავის პოვნა და შევახსენოთ მსმენელს რა მოვლენაზეა საუბარი, ან შესაძლოა იმის გავიხსენოს კითხვა, რომ რა არის ამას სადღესასწაულო დაუშვათ, ხო? კი ბატონო. დღეს მართალბრძანეთ ჩვენი ეკლესია აღნიშნავს წმინდა ივანე ნათლისმცემლის თავის პირველ და მეორე პოვნას. ეს განხორციელდა მოგეხსენებათ 327 და 452 წლებში. თავდაპირველად ეს იერუსალიმში მოხდა ელიცეს მთაზე 327 წელს, ხოლო შემდეგ 452 წელს უკვე სირიაში, ქალაქ ემესაში. მართლაც საინტერესოა, რომ ამაში თქვათ რას ხედავენ სადღესასწაულოს ჩვენი ეკლესიის წევრები. უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგადად ივანე ნათლისმცემელი იყო სიმართლისთვის დევნილი ადამიანი, უსამართლოდ დევნილი, რომელსაც ეწოდება მოგეხსენებათ სინდისი კაცობრიობისა, რომელიც საბოლოოდ ჩაკალა მაშინ კაცობრიობამ და უნდა გვახსოვდეს, რომ გარდა ამისა აღმოყვანება წმინდა ნაწილებისა, ამა თუ იმ წმინდანისა, რა თქმა უნდა, არის მადლისმიერი კურნების წყარო თითოეულ ჩვენთაგანისათვის. და ამასაც დღესასწაულობ ჩვენ და გარდა ამისა დღესასწაულობთ იმას, რომ სამართლიანობა არასოდეს რჩება დაფარული. და ადრე თუ გვიანის გაიღვიძებს, ადრე თუ გვიანის გაიმარჯვებს და ყოველთვის ცხადდება და ყოველთვის იმარჯვებს ეს საღვთო სამართლიანობა და რაც არ უნდა დაფარული იყოს ის მაინც იპოვის დღის სიმართლეს და აი ამის დღესასწაულიც არის ყოველივე ვთქვათ სხვა ყოველივესთან ერთად. რა შეიძლება ჩვენს თემას ძალიან მტკივნეულია ეს თემა ძალიან აქტუალურია. ჩვენ ხშირად საუბრობთ ამ თემაზე ფსიქოლოგებთან, იქიმებთან. დედულა ეხა კი როხალ გავურთეს თუნმეს რომ დაუშვათ რა შუაში ეგ ეკლესია მოწვარი, მაგრამ მშობელი ძანდებით, მოწვარი ძანდებით, თავის დროზე მასწავლებელი ძანდებოდით და ზოგადად ეკლესიის პოზიცია როგორია იმ ძალიან გახჭირებულ მტკივნეულ თემასთან, რაც გულისხმობს მოზარდებში, ეკრან დამოკიდებულებას, თამაშებს და აი ამას წინათ საუბარი თქვა ფსიქოლოგი იყო და აი ბავშვების და ამასაკის თამაშებს თუ შევხედავთ, უმეტეს შემთხვევაში ეს არის მოკალი, დაიყვარი, გაანადგურე და ზოგადად ალბათ არ არსებობს ოჯახი და მშობელი, ვისაც ყავს ერთი ან რამდენიმე შვილი და ეს პრობლემა არ იდგეს. აი ეკლესიის ხედვა, ეკლესიის როლი როგორია თქვენს შემთხვევაში, ალბათ მრევლის დიდი ნაწილსაც გაუზიარებია ეს ტკივილი. ისეთ აი მართალბრძანეთ აბსოლუტურად ძალიან მძიმე პრობლემაა და რაც რო გადის თითქოს უფრო და უფრო რთულდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩართული არიან ფსიქოლოგები, ძალიან ბევრს ეკეთებენ ამ მიმართულებით. საინტერესო ის არის, რომ რა თქმა უნდა, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს ყველაფერი, რაც თქვენ ბრძანეთ, ეს ახალგაზრდობაში, ბავშვებში განსაკუთრებით წარმოშობს სხვადასხვა ნევროლოგიურ და ფიზიკურ დეფექტებს. ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს არის დეპრესია, შფოთვითი აშლილობა, ნებისყოფის დეფიციტი, ამაზე საუბარი დღეს წაგვიყვანს აგრესიულობა პირველ რიგში, რა თქმა უნდა და ესე იგი ეკლესიის პოზიცია პირველ რიგში ამასთან დაკავშირებით არის ის, რომ დღეს მართლმადიდებელი ფსიქოლოგები და სასულიერო პირები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, მე მხედველობაში მყავს ბერძენი, რუსი, სერბი და სხვა სასულიერო პირები, მათ შორის ევროპაშიც ევროპელი სწავლულები, ანუ ძირითადად უკვე ისინი გადადიან ნელ-ნელა იმ მიმართულებით, რომ ყველაფერთან ერთად გარდა ფსიქოლოგიური ეს არის სულიერი საკითხი და სულიერი პრობლემა. და ამიტომაც ჩდება უკვე ეკლესიის როლი უფრო იზრდება ამ საკითხის მოგვარებაში, რახანის სულიერი პრობლემაა. და ეკლესიის როლი არა მარტო ვთქვათ იმაში ვლინდება, რომ ვთქვათ მას დაარქვა სახელი, არამედ აი გამოიძიოს პირველ რიგში რა სულიერი პრობლემა აქვს ბავშვს, რატომ არის ასეთ მდგომარეობაში, აი რატომ გაგვექცა ციფრული სამყაროსკენ და ამას მიხედოს როგორც აი სულიერი მხრივ დაინახოს ის პრობლემა და პირველ რიგში აი ეკლესიის როლი ჩვენ გვესახება ამ მიმართულებით, რომ ჯერ რაღაცნაირად აი დაინახოს რა პრობლემაა, მიზეზი, ეს სულიერი მიზეზი რა ყოველივე ამისი და მეორე უკვე გამოსავლის გზები ეციოს. და აი მიზეზს რასაც შეეხება და რაც ვთქვათ ჩვენ ამ გამოცდილის საეკლესიო მოზღვრებისაგან და თუნდაც მართლმადიდებელი ფსიქოლოგისაგან ჩვენ აი ამ ბოლოს რაც იდება მოგად მათი შრომები და რასაც ვეცნობით, ძირითადად არის ის, რომ აი მაგალითად პრობლემა პირველ რიგში როგორც მოგახსენეთ არის სულიერი და უნდა მივმართოთ სულიერი კუთხით ვთქვათ შევეცადოთ რომ განვიხილოთ ეს პრობლემა სიღრმისეულად და
ანუ ის კომიტეტს რომ აი მაგალითად არის პრობლემა, არის ოჯახში ეს პრობლემა, ამას განიცდის მშობელი, რა თქმა უნდა განიცდის შვილიც, იმიტომ რომ მას უხდება აი ყველაფერს თავიდან ნებო, სულ დაძაბულ ურთიერთობაში ყოფნა მშობელთან, ამ პრობლემიდან გამომდინარე და აი მაგალითად გახდა ბავშვი დამოკიდებული ეკრანზე, ხო? და მე ხედავთ მახსის მშობელი, რომელსაც ვთქვათ, გარდა სამსახურისა და გარდა საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებისა, თავის შვილის პრობლემები აინტერესებს, ხო, რეალურად აინტერესებს, ხო? და ამ დროს ნაწილი მშობლებისა მაინც ცდილობს იმას, რომ თითქოს აი სიმკაცრით, ყვირილით, რაღაცნაირად მიხედოს ამ პრობლემას. და ამიტომ იმის თქმა მინდა, რომ ეს განსაკუთრებით მინდა რომ ასეთ მშობლებს მიმართო, რომ შეიძლება როცა თვითონ იყო პატარები ეს მშობლები თავიანთ სახში ასე წყვეტენ პრობლემას, მაგრამ სამდროში ასე პრობლემა არ წყდება. და რაღაც ძალიან ბევრი ცდება ამ მიმართულებით უარის შედეგს ღებულობთ და აი ასეთ მშობლებს მინდა მიმართო, რომ აი ამ ძალადობრივი მეთოდებით და ტელეფონის წართმევა მაგალითად და ეგრეთ წოდებული ტერორით ამ პრობლემას არ გადაწყვეტს, არამედ პირიქით შეიძლება უფრო სრული და უფრო ფსიქოლოგიური მეტი დრამა მივაყენოთ ამ დროს ჩვენ შვილს. ესე მარტივად ადვილად არ წყდება ეს პრობლემა და აი ჩვენ ეკლესიის როლი თქვენ რომ ზარეთ, აი არის უფრო სიღრმეებში რომ ჩავიდეთ, რომ საიდან მოდის დღეს გასაგებია რომ მოგვწევს დღევანდელი ეთერი ბოლომდე ამ ყველაფრის სიღრმისეულად კომპლექსურად რომ განვიხილოთ ეს რომ რასაც მოვასწრებთ, ესე იგი სიღრმისეულად ესე თქვა მინდა რომ აი მაგალითად თანამედროვე მართლმადიდებელი ღვთისმეტყველები, მართლმადიდებელი ფსიქოლოგები ბავშვებისა თანხმდებიან იმაზე რომ აი ამის მიზეზი შეიძლება ხშირ შემთხვევაში იყოს ბავშვის ემოციური შიმშილი და მისი ფსიქოლოგიური და სულიერი ვაკუუმი. ანუ რას გულისხმობს ახლა ეს ყველაფერი? რომ პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ ის რომ ბავშვი მართლმადიდებლური გაგებით და სულიერი კუთხით ასეა, როცა იბადება ღმერთთან და მშობელთან მიჯაჭვულობის ღრმა მოთხოვნილება აქვს. როგორც ღმერთთან, ასევე მშობელთან. და არქიმანდრიტ ზაქარია სახარო არის ასეთი დიდ ბრიტანეთში მოღვაწე, ესექსის წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გავლენიანი სასულიერო პირობა, მართლმადიდებელი და თეოლოგი, რომელიც მრავალი საღვთისმეტყველო ნაშრომის ავტორია და ის ბრძანებს, რომ ადამიანის გულიო სიყვარულის ადგილიო და თუ ის არ ივსება ღვთიური და ადამიანური სითბოთი, აი ადამიანი იწყებს ბავშვი ამ შემთხვევაში, აი თითქოს აი სუროგატების ძიებას, მათ შორის ეკრანის. იმიტომ რომ დააწყროს შინაგანი შიმშილი. და ჩაანაცვლოს რომ რა თქმა უნდა. აი კიდევ ერთი ძალიან ცნობილი მკვლევარი მინდა ვახსენო, კანადელი ფსიქოლოგი არის გორდონ იუფელდი, რომელიც ამ მიჯაჭვულობის თეორიის ფუძემდებელია ფაქტობრივად, რაზეც ჩვენ ახლებს საუბრობდით და აი მისი ძირითადი გზავნილი არის ის, რომ აი ბავშვები არ ხდებიან დამოკიდებული, იმიტომ რომ მათ ტექნოლოგია უყვართ. ეს არ არის ძირითადი მიზეზი, არამედ ისინი ხდებიან დამოკიდებული, რადგან მათ არ ყოფნით მიჯაჭვულობა, ანუ კავშირი მშობლებთან. პირველ რიგში მშობლებთან და ბავშვი განიცდის უყურადღებობას, მისი სული ცარიელდება და ამ დროს ეკრანი მას თავაზობს, როგორც უკვე დღეს პოპულარული თემაა, ეს სწრაფ დოპამინს, სიამოვნებას და ეს არის ბავშვისთვის ტკივილი გამაყუჩებელი. ტკივილი გამაყუჩებელივით და გადატანა ხდება ამ დროს. რა თქმა უნდა და იმიტომ რომ სიყვარული სიცარიელეს უსებს. ეხლა არის ასეთი მართლმადიდებელი ფსიქიატრი, მისიც მინდა ვახსენო დიმიტრი ავდეევი, თავის ნაშრომში ნერვიულობა და სულიერი ცხოვრება, ასეთ ძალიან საინტერესო ნაშრომი აქვს და იქ ამბობს, რომ აი ბავშვის ფსიქიკა, რომელსაც არ აქვს სულიერი საზრდო და გულისხმობს ხაზგასმით მშობლის სიყვარულს, ავტომატურად ხდება დაუცველი ნებისმიერი სახის დამოკიდებულების მიმართ და ანუ ამ მიმართულებით ჩვენ ვიფიქროთ, აი ძალიან შევსაუბროთ ეს საუბარი, რომ უმეტესობა, თქვათ, იმ ადამიანებისა, რომლებიც თქვათ ამ არიან თქვათ ამ ფოკუსირებული ამ პრობლემაზე, ამას ამბობენ, რომ ეს არის სულიერი სიცარიელის ბრალი, რომელიც არ არის ამოვსებული სიყვარულით და არ არის ამოვსებული, რა თქმა უნდა, ლოცვით. ეხლა მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია და კიდე აი დამოკიდებულება რახან ამ პრობლემას უყურებს სულიერი კუთხით, კიდე იმით არის მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომ ამ დროს ჩვენ არა მარტო მას ბავშვებს, არამედ მშობლებს უნდა დავეხმაროთ პირველ რიგში. რომ ისინი როგორ დაბრუნდნენ თავიანთი შვილების გულებთან. იმიტომ რომ არასოდეს არ არის გვიან.
და ყოველთვის შეიძლება გამოუვარი მდგომარეობა არ არსებობს, ხო, ჩვენ ხომ ვიცით და აი სწორედ ეგ არის, რომ აი მაინდა-მაინც ფოკუსის მიმართვა ბავშვებზე არ არის მომგებიანი. ამ დროს უნდა ჩვენ მშობლებთან უნდა გქონდეს საუბარი, მშობლებს უნდა გავაგებინოთ, რომ ესენი არიან გადამწყვეტი ამ პრობლემის მოგვარებაში. მამდავით, როგორი არის თვითონ თქვათ ის მიზეზები, რაზეც საუბრობენ მშობლები და რაზეც შეიძლება იგივე თქვენთან ბავშვებიც ლაპარაკობენ, ამბობენ, ამახვილებენ ყურადღებას და შემდგომ რა თქმა უნდა როგორია თქვენი რჩევა ბავშვებისგან მოდის ეს თვითონ ეს ემოციურ შემშიც რო განიცდიან და რომ აი მაგალითად აი ხანდახან ის ხდება მაგალითად რომ ბავშვი საჭიროებულობს და ტირის ბავშვი ამ დროს ფსიქოლოგიურად ცნობილი მოვლენაა რომ ის მაგალითად საზღვრების დადგენას ცდილობს რა შეიძლება რა არ შეიძლება ხო ახლა გამოსულია სამყაროში და ამ დროს იმის აი მშობლებას ვერ ხდება და უნდა რომ აღკვეთოს ეს ტირილი ხო აი მშობლების შვილებისგან ზედად ბავშვებისგან რა თქმა უნდა ჩანს ეს აშკარად რომ აი იცით როგორი რაღაცა არის რომ ესე იგი რახანეს ბავშვი განიცდის პირველ რიგში ამ სიცარიელეს და მშობელთან მიჯაჭვულობა არა აქვს და ეს სიყვარულის დეფიციტს განიცდის ხო ამიტომაც ეს ყველაფერი მე ბავშვის ფსიქიკაში იწვევს იმის დეგრადირებას კიდე რომ აი ბავშვი ფიქრობს რომ ეს ყველაფერი ამ ციფრულ სამყაროში ძალიან მალე ხდება მე უპასუხისმგებლო ხდება სიყვარულის ნაკლებობას თვითონაც განიცდის სხვების მიმართ მომხმარებელი ხდება არა მოყვარული იმიტომ რომ სიყვარული ჩვენ ვიცით პასუხისმგებლობაა პასუხისმგებლობა მოთმინებასაც მოიცავს და იქ ყველაფერი უცებია ყოველგვარი მოთმინების გარეშე ხო და რა თქმა უნდა მშობლების პირველ რიგში ბავშვების ეს ასახული მდგომარეობა რა თქმა უნდა ჩვენ ბავშვებიდან ვიცით ეს რომ ეს თვითონ საუბრობენ ამის შესახებ თუ რაოდენობით დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლებს მათ ცხოვრებაში როგორ დიდი ავტორიტეტები არიან ისინი და მე თანდათან იმ ცხოვრება ეს ავტორიტეტების ეს თვითონ საკუთარი პრობლემაა მაგრამ აი იმის თქმა მინდა რომ აი როდესაც ჩვენ მშობლებს ვეუბნებით რომ აი მაგალითად თუ თვითონ იყო ბავშვობაში პრობლემის ქვეშ და თუ თვითონ იყო ემოციურად მშიერი ანუ მას არ მიუღია ის სიტყვა თავისი მშობლებისაგან ამას ეწოდება ემოციურად გადახილ ჭურჭელს უწოდებენ თქვა ამ მოვლენას აი მშობელს რომელსაც თვითონ აქვს ტრაუმა ძირითადად აი ასეთ მშობლებთან და ასეთ ოჯახებშია განსაკუთრებით დამძიმებული ესეთი პრობლემა თორე დანარჩენები რომლებიც ჯანსაღად უდგებიან ამ სიტუაციას რა თქმა უნდა ხდება ამ დროს მშობელი რომ მეტი დრო უნდა დაუთმოს მას და უამრავი საშუალება არსებობს დღეს ერთნაირად ერთი თამაში ფიქრი გასვლა სადმე საინტერესო რაღაც აქტივობების დაგროვა მაგრამ აი სწორედ ის მშობლები რომლებიც ასე თქვა აი ეს თქვა მიდეცით რომ აი მაგალითად რომელი მშობელს უჭირს განსაკუთრებით გამკლავება ბავშვის აი ემოციურ აი ასეთ მდგომარეობასთან ეცით აი რომლებიც თვითონ არიან მსხვერპლი ხშირ შემთხვევაში თავიანთი ბავშვებიდან გამომდინარე ამ ყოველივე ესე აი თვითონ მიდეცით რომ აი მაგალითად ვისაც თვითონ არ მიუღია ეს უპირობო სიყვარული თავის მშობლებისგან ძირითადად აი ეს მშობლები ვარდებიან ასე მდგომარეობაში იმიტომ რომ აი მაგალითად ეს არის ეგრეთ წოდებული დაბლოკილი ტკივილი რომელიც ყველა ასეთ მშობელში არის და არსებობს აი როცა მაგალითად მშობელს ბავშვობაში აქვს განცდილი ტრაუმა რაღაც მშობლებისგან გამომდინარე თუნდაც ეს სიყვარულობა და სიყვარულის დეფიციტი ეს ტკივილი არ ქრება ეს ტკივილი რჩება ჩაკეტილ ფენომენად როგორც ასეთი და წარმოიდგინეთ ახლა ბავშვი რომელსაც მშობლებმა არ მისცეს უფლება ეტირა არ მისცეს უფლება გაბრაზებულიყო და ან გამოიხატა თავისი საჭიროებები თუნდაც რაღაცა იმპულსურად და ამ დროს მან ეს ემოციები დაბლოკა ბავშვობაში, რათა გადარჩენილიყო. მან ისწავლა, რომ თუ ვიტირებო არ მყოფენ, თუ გავბრაზდები, ცუდი გოგო ვიქნები, ცუდი ბიჭი ვიქნები, ხო? და ეს ტკივილი და აგზარული ემოციები დაიბლოკა მის ფსიქიკაში მაინც დარჩა, როგორც ასაფეთქებლად გამზადებული ნაღმი. და ამ დროს ეს სარკისებური ეფექტი რო ვახსენეთ ჩვენ, ამ დროს ასეთი მშობელი ფიქრობს, რომ შვილის ემოცია, ასე იგი, ახსენებს მას ასე თქვათ, თავის ბავშვობაში იმ პატარა ბავშვს, რომელსაც არ ჰქონდა უფლება რო ეტირა. და ხედავს ამ შვილის ემოციას და ამ დროს ასე თქვათ, არა ჯანსაღი ადამიანის ობიექტური რეაქციას იწვევს მშობელში ეს ბავშვის ტირილი თუნდაც და რაღაც ისეთი ქცევა, არამედ მრისხანებას, სასოწარკვეთილებას, ყვირილს, იმიტომ რომ აი ეს არის მაგალითად ახსენდება თავისი მშობლის სიმკაცრე და ბავშვის სიძიუტე მასში იწვევს შიშს რომ აი კონტროლის გარეთ გადის თავისი ბავშვი. ანუ აი მაგალითად იწყებს ყვირილს რომ აი
თითქოს საკუთი ძალა დაამტკიცოს, რომ აი ბავშვობაში მას რაც არ შეეძლო მისთვის არ იყო, აი ამისთვის რატომ შეიძლება. ანუ ამით იმის თქვა ეს ქვეცნობიერში ხდება ეს იმას කියන්නේ, რომ ბოროტია ეს მშობელი ან რამე და ბავშვი არ ეწოდება, მაგრამ შენ შემთხვევაში მაინც საკუთარი თავი უფრო მეტად აწუხებს. ეს პრობლემას არის. და ამიტომ რატომ ვახსენებთ ახლა ეს რატომ თვითონ მშობელის პრობლემა რომ აი ეკლესია ცდილობს რომ აი თვითონ ის ტრამვა და ტრამირებული მდგომარეობა რაც არის ამ მშობელთან მიმართებაში აი თვითონ რაღაცნაირად აი იმას დაედოს მალამოდ და მას შესთავაზოს გამოსავალი. სანამ თვითონ აი ჩვენ ვიძახით რომ ბავშვებს აკლია მშობლის სიყვარული და დეფიციტი. თუ მშობელს არ შეუძლია გაცემა, იმიტომ რომ მან ეს ოდესღაც თავში ჩაკეტა და მასავს როგორ მისცემს ხო? ამიტომაც აი თუ ჩვენ აი გამოვიძიეთ რაღაცნაირად საძირკვნამდე მივედით სიარმემდე და აი მშობლებს მოვეფერეთ იმ კუთხით და იმ გაგებით კი არა რომ შენ დამნაშავე ხარ. შენ ცუდად იქცევი და შენი შვილი არ გიყვარს. რა თქმა უნდა უყვარს და ეცოდება, მაგრამ პრობლემა აქვს და აი თუ ამან აი კომპლექსურად ეკლესიამაც, ფსიქოლოგებმაც, სკოლამ, მასწავლებლებმა აი თუ რაღაცა გამოვნახეთ თქვა ამის საშუალება რომ ვისაუბროთ ელემენტარულ საუბრით დავიწყოთ. ყველაზე დიდი პრობლემა მომდავით რაც არის დროის უქონლობა არის თანამავდროულად, იმიტომ რომ მოგიხსენებათ დღევანდელ დღეს მშობელი შეიძლება დილით რომ გადის ძალიან გვიან შემოდიოდეს სახლში ზოგს რამდენიმე სამსახურშიც კი უწევს ყოფნა და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ალბათ მაინც არის საჭირო თავისთავად რომ მიუხედავთ იმისა რაც არ უნდა გადაღლილები ვიყოთ დაუთმოთ რამენაირად დრო. ეს რთულია კი თავისთავად რომ მთელი დღე გადაღლილი ხარ და სახლში კიდევ მოდიხარ ცალკე რაღაც სხვა საქმეები შეიძლება დაგხვდეს და ამავდროულად უნდა გამონახოს ეს თავში ძალები რომ მოусმინო შულს რომ დღის განმავლობაში რა გადახდა თავს, რა სიხარული, რა პრობლემა და ასე შემდგომ და ერთად განიხილონ კიდევ ეს ყველაფერი, რაც ასე ძალიან აუცილებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აი დღეს კიდევ მომდევნო სხვა პრობლემაა, მაგალითად დაღლილი მშობელი მოდის სახლში და ხანდახან გასაჩერებ და სამშობლოდ თვითონ აწვდიან ბავშვებს ამ ტელეფონებს, რომ შვიდად იყავი და კარგად იყავ. ან ერთი მაგალითად თუნდაც ის არის, რომ აი დროის დეფიციტი რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ჩვენთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმაზე თუ მოხდება დროის განაწილება, იქიდან გამომდინარე მშობელი მაინც მოახერხებს გამონახოს და აი თქვენ სწორად ბრძანებთ, რომ შეიძლება რაღაცა ეს ერთი საერთო აქტივობები, აი რაც უყვარს შვილს, სადაც უნდა ყოფნა, ერთად გასაირნება, ერთად თამაში. ანუ ხანდახან დღეს ხდება როგორი მდგომარეობა, ცით მშობელი მიდის თქვათ ფსიქოლოგთან, ფსიქოლოგია უნება რომ იცი რა, ბოლომდე წარდება ამ ტელეფონს, მაგრამ დრო შეუმცირე. და ეს დროის შემცირება მე იწვევს მაინც გაღიზიანებას ამ ბავშვებისას, იმიტომ რომ ის ფიქრობს რომ აი დრო იმიტომ მინდა აი ტელეფონს იმას ვიზამ რა ქვია გავუშვებ ხელიდან, აი მე რას მივიღებ. მე მივიღებ რა 24 საათი შეცუდი ხარ, შენ არ სწავლობ, შენ ასეთი ხარ, ხო აი ამას გაურბის. და თუ შენ მეტყვი რომ აი დადე ეს ტელეფონი და სამაგიეროდ რა შესთავაზებ და აი ყველაზე მთავარი ეკლესიის როლი სწორედ ამაშია რომ აი როდესაც არც თუ ისე მშვიდი მდგომარეობა გვაქვს დღეს მშობლებიდან გამომდინარე სახლში და შვილები ყურებენ ამ ყველაფერს რაც სახლში ხდება. აი შვილმა ის მაინც უნდა დააფიქსიროს რომ მშობლებს ყავს აქვს რაღაცა სახლში ერთი ადგილი, სადაც ახარჯულობენ, სადაც პატიებას ითხოვენ, სადაც იჩოქებენ და ლოცულობენ. ეს აუცილებლად მათ ყურადღებას მიიპყრობს. ეს დამოკიდებულება ღმერთთან და გამოვალ მდგომარეობა არ არსებობს. შვილი რომელიც ჩვენ მოგვეცა საჩუქრად იმისათვის რომ აღზარდოთ, აი ჩვენ შეიძლება რომ აი მშობლებმა რა თქმა უნდა ერთობლივი შრომით აი რაღაცნაირად აი ღმერთს ვთხოვოთ გამოსავალი. ჩვენ დავაშავეთ, ჩვენ არ არის ეს გამოვალი მდგომარეობა. ღმერთი გამოასწორებს იმას, რაც დააშავა ადამიანმა. თავარია აი რაღაცნაირად გამოვიყენოთ ჩვენ ამისთვის ეკლესია. და პირადი მაგალითი ალბათ მამა დავით, ხშირად ხო ხდება ხოლმე ესე რომ სამწუხაროდ არანაკლებ და უფრო ხშირად მოზარდების და უფროსების არიან დამოკიდებული და ვართ ამ ტელეფონთან და არის ხოლმე რომ დაუშვათ შვილს უგზავნო რომ აი არ შეხვიდე, ნუ ხარ ტელეფონში, ნუ შენ გიჭირავს ტელეფონი. ბავშვი ხედავს რა, თუ მე მიგზავნავ და თუ ცუდია შენ რატო ხარ დღე-დღე. აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით ეს ერთ-ერთი ყველაზე უმთავრესი პრობლემაა, რომ ზუსტად მაგას ამბობენ რომ მშობელი როდესაც უკვე შვილს ეთქვის რომ მოდი ესე იგი ნებისმიერ ამაზე აი თავის თავსაც უნდა უთხრას ეს რომ თქვა აი თქვა სასადილო ოთახში არ შეიძლება მაგალითი რო იყოს ხო და ესე იგი კიდევ ყველაზე უმთავრესი ის არის რომ აი როდესაც ჩვენ მაგალითად დღეს მშობლებს ვეუბნებით რომ
მოდი ამისთვის გამოიყენე ეკლესიის გამოცდილება, ეკლესიასთან ურთიერთობა, ლოცვა, აღსარება, აი ეკლესიასთან, აი ამას თითქოს ჩვენ გვაქვს მართლმადიდებლებს და ქრისტიანებს უამრავი იარაღი, არა მარტო აი ამ, არამედ სხვა პრობლემების მოსაგვარებლად. და თითქოს რაღაცნაირად ამ საუკუნეობით გამოცდილ ამ სულიერ იარაღს არ ვიყენებთ, ხო? არ ვიყენებთ თუნდაც ერთობრივ ლოცვას, არ ვიყენებთ ერთმანეთთან საუბარს. ახლა დღეს რომ ცნობილი მომენტი არის ფსიქოლოგიაში, რომ რაღაც პრობლემა რო გააჩნიათ ადამიანებს ერთად რო იკრიბებიან და უყვებიან ერთმანეთს, ამის გამოცდილება ჩვენ რო გვაქვს და ეკლესიას სხვას ვის აქვს, ხო? და ამიტომ აი ჩვენ რომ ვეუბნებით დღეს მშობლებს, რომ აი მოდის მოვალეთ პრობლემით. აი პირველადაც არის ძალიან აჟიტირებული, თუდად არის გაბრაზებულია, ნაწყენია, შეშინებულია და ვეუბნებით რომ მოდი დავიწყოთ. ოღონდ ბოლომდე გამოვყევით, ხო? ბოლომდე ეს ერთი მოსვლა მარტო არ ეყოფა. აი შენ თვითონ მოემზადე აღსარებისთვის. შენ თვითონ გაეხსენი ღმერთს და ის ყველაფერი ამოიღე გულიდანაც გაწუხებს, ხო? ახლა ღვთის მადლი მოქმედებს. ჩვენ ხო იმას არ ვამბობთ, რომ არ მიხვიდე ექიმთან და ფსიქოლოგთან. მაგრამ ახლა ჩვენთან მოდის ის საშუალებები, რაც ეკლესიას აქვს. აი ბოლომდე ხომ და გამოიყვენონ. აი მაქსიმუმ ერთხელ მოვიდეს, ორჯერ მოვიდეს, მერე დაკვირდება იმას, რომ კი მოვალ შენ ბოლომდე აღსარება და დამთავრდა. აი შეგეუბნები რომ მოდი რა შენს და შენი მეუღლეც იქნებ მოხვიდე, უბრალოდ სასაუბროდ. რომ იქნებ მერე თანდათან შეიძლება მივიდეს ადამიანი რაღაც სულიერად განვითარდეს ის თავისი შვილის სიყვარულიდან გამომდინარე. თუნდაც იქამდე რომ აღსარებამდე და ზიარებამდე და უფალთან პიროვნულ ურთიერთობამდე მივიდეს, ხო? აი აქამდე როგორც წესი არ მოყვებიან, ძალიან იშვიათად. უბრალოდ პირველად რაღაც აინთებას განგაში ზარებს ჩამოკრავენ, ვაიმე რა მეშველება და მე უკვე რომ ურეკავ ეუბნება რომ გორა ხარ, აბა აი იცით რა მე ვიყვარდე ფსიქოლოგთან და ხა ცოტა უკეთვართ. მე გავაგიდე ერთი წელი მე ისე დამზიმდება მდგომარეობა და თითქოს აი ბოლომდე თქვა ეკლესიას აქვს იმის კომენტი აი ამის საშუალება, ამის გამოცდილებაც აქვს. რომ ლოცვა, რასაც ჩვენ დიდი ხანია რაღაცა ყურადღებას არ ვაქცევთ, ლოცვით შეწევნას და იმ მსახურებას, აღსარებას, ეკლესია ხო პირველ რიგში მაყურებელია თავისი ბუნებით და თავის თვისებით, ხო? მართლმადიდებლური მიდგომა საკითხის ამი ხო არ არის ისეთი რომ შე რომ ეკლესიაში მიდიხარ დამნაშავე ხარ და მე მოსამართე როგორც ასეთი ელოდება ქრისტე. ეგ ჩვენი მართლმადიდებლური მიდგომა ხო არის, რომ ქრისტე მკურნალია და შენ სნეული ხარ, ხო? აი ეს ბოლომდე სნეულება და ახლობლად ისე გამოდის ექიმთან რომ მივიდეს ადამიანი და ბოლომდე არ ჩაიდენოს კუნელება და მე არ მიშველაო თქვას, ხო? აი ეს ამ რაღაცების გამოყენება რატომ რაღაც დღეს არ ხდება? ერთობლივი ლოცვის, ურთიერთობის, ურთიერთ გამოცდილების გაზიარების. ჩვენ ეკლესიაში ძალიან დიდი ძალაა, ძალიან დიდი მადლია და მადლობა ღმერთს დღეს რომ არსებობს თქვა ეკლესიასა სამრევლო სკოლები. მე მაქვს უკვე ამის გამოცდილება როგორც მშობლის, როგორც თქვა პედაგოგის და იქ მშობლების ესწრებიან თქვა ჩვენს საუბრებს, ხო? ბავშვებთან ერთად რომ აი როგორ ვახლოვდებიან, როცა ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობთ, აი შვილები და მშობლები ერთმანეთს. ჩვენ თქვა ტესტებს რო ვაკეთებთ ახ როგორ დამოკიდებულება მშობელთან, შვილთან, სიყვარულთან. აი მაგალითად აი ამას წინათ იყო რაღაცა ტესტი მქონდა რომ ამ 13 დღის განმავლობაში ერთხელ მაინც მოიკითხე შენი მშობელი. ხო უნდა ეთქვა ან კი ან არა. ხო ეს ყველაფერი აფიქრებს მაინც ადამიანს და რატომ არ შეიძლება თქვა იმ ყველაფერთან ერთად რა გამოცდილებაც აქვს ამ ფსიქოლოგიური და ფსიქოთერაპიული მიმართულებით თქვა სამყაროს თქვა გამოვიყენოთ ჩვენ ის რაც არის ჩვენს ეკლესიაში დაუნჯებული. ეს ურთიერთობა, ეს ლოცვა. აი ბოლომდე რომ მივიდეს ეს ყველაფერი და რაღაცნაირად შუა გზაზე არ გაჩერდეს. და ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ ის პირადი მაგალითი რაც ახსენე კახა ის რომ თუ კი რამეს დავაშავებთ შვილის წინაშე ის რომ აუცილებელი არის მივახვედროთ იმას რომ წუხვართ ბუდიში მოუხადოთ ან როდესაც რაღაცა სიკეთეს გაიღებს ან ჩვენს მიმართ ან სხვის მიმართ მადლობა გადაუხადოთ ამ ქცევისთვის წავხალისოთ დადებითი კუთხით და ასე შემდგომ. ხო ამ პირად მაგალითს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან, იმიტომ რომ ისინი ყოველთვის ყოფატიებენ და ძალიან მარტივად შეუძლიათ რომ ყოფატიონ. ყველაფერი რაც დავაშავეთ მათ წინაშე, მაგრამ აი თუ ღმერთის ხელი ჩაერევა ამ ყოველში და საფრთხე მადლია მოსაუბრად იგზნოს ბავშვის გული და მშობელის და გამოვალი სიტუაცია რა თქმა უნდა არ არსებობს. აი მთავარია რომ რაღაცნაირად კიდევ ერთი შტრიხი, კიდევ ერთი საშუალება შევიტანოთ ჩვენ ცხოვრებაში, რასაც აი ეკლესიური შეწევნა ქვია. კი ბატონო. და ის რომ პიროვნებაა ისიც პიროვნება ჩასახვის დროიდან და ბოლომდე თავიდან ბოლომდე თვალისწინება თავისი მის პიროვნებას. რა თქმა უნდა. დიდი მადლობა მამა დავით საუბრისთვის. მსმენელს შევახსენოთ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი დავით თავაძე გვესაუბრებოდა.